აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკურსი ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან 10-დან 17 წლამდე ასაკის 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკისადმი ინტერესის გაღრმავება, ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნება და შემოქმედებითი ხედვის ხელშეწყობა იყო. საკონკურსო ნამუშევრებში აფხაზეთის სხვადასხვა ემოციით, ხედვითა და ფერებით გაცოცხლდა. მონაწილეთა სიმრავლემ და ნახატების მრავალფეროვნებამ კონკურსი მასშტაბურ ახალგაზრდულ ინიციატივად აქცია. განსაკუთრებით ემოციურია ის ფაქტი, რომ კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის საკუთარი თვალით არასდროს უნახავთ და მას მხოლოდ გადმოცემული ისტორიებით იცნობენ. ჟიურიმ წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან 10 საუკეთესო გამოავლინა. მათ შორის გამარჯვებული სამეული და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკონკურსო ნახატებიდან შეარჩია 2 ნამუშევარი, რომლებიც ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოში განთავსდება. სახელმძღვანელო არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებშია შექმნილი და იგი უცხოეთში მცხოვრები მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. პროექტი ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა თავიანთი ხედვით, თავიანთი ემოციებით წარმოადგინეს აფხაზეთი. ხელოვნება, როგორც კომუნიკაციის უნივერსალური ენა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ინტერესის ჩამოყალიბებაში და ნდობის აღდგენის პროცესში. დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჯარაძის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება უსურვა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების ვიდეო კოლაჟი. ასევე ნაჩვენები იქნა მონაწილეთა ვიდეო მიმართვები, რომლებშიც ახალგაზრდები დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემისადმი საკუთარ დამოკიდებულებასა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებას უზიარებდნენ. ეს ნამუშევრები არის ძალიან გულწრფელი, ამაღელვებელი და ბავშვებისთვის, ბავშვებმა შეიძლება ეს გადმოცემით, მშობლებისგან, ინტერნეტით თუ წაკითხული თუ ფოტოებით ინფორმაცია მიიღეს და გადმოსცეს თავიანთი ნამუშევრებში, ზოგი გრაფიკულად, ზოგი ფერწერულად და სასიხარულოა, რომ ბავშვები ასეთი აქტიურები არიან ამ თემასთან და მე მგონი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ამით, რომ აფხაზეთი ეს ტკივილია, ეს სიყვარულია და მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და სამინისტროს წარმომადგენლებმა გამარჯვებულებსა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ მონაწილეებს ჯილდოები გადასცეს. საოცარი ნამუშევრები ვნახეთ, ჩემ თვალწინ დადგა მათი ბებიების და ბაბუების მრავალწლიანი ცრემლები, მოთხრობები, ლეგენდები, რომელიც გადაეცათ მათ და ეს მადლი გადავიდა ნამდვილად მათზე. მე დღეს ნამდვილად დავინახე ბავშვების თვალით ის სამყარო, რომელიც ყველაზე მართალი და ნამდვილი არის და თქვენ რომ ნახოთ, როგორი დასათაურებები აქვს ამ შესანიშნავ ნამუშევრებს, ნამდვილად ტანში ჟრუანტელი დაგივლით და გაგიჩნდებათ კიდევ ერთხელ იმედი, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთელებსაც და დავიბრუნებთ აფხაზეთს. გამარჯვებულების სიხარულმა და მონაწილეთა გულწრფელმა ემოციებმა ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ხასიათი შესძინა. კონკურსმა ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდებში აფხაზეთის თემის მიმართ ინტერესი და ემოციური კავშირი ძლიერია. მე დავხატე ჩემ ხელში გასაღები, იმის ნიშნად, რომ ვაღებ კარებს სახლში, სადაც დავბრუნდებით ერთ დღეს. დედა მიყვება ასეთ ბავშვობის რაღაც ამბებს და როგორი იყო იქაურობა, როგორ გაატარა ბავშვობა, ასეთ რაღაცებს გვიყვება ყოველ დღე თითქმის. ჩემ ყველა წარმატებას ვუძღვნი ჩემ მშობლებს და მამა ძალიან მიყვარხარ და მენატრე. დაინტერესებული ვიყავი თვითონ კონკრეტულად ამ თემით, რაც აფხაზეთს ეხებოდა და ამიტომ მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ კმაყოფილიც დავრჩი სხვა ნახატების ხილით.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ახალ თაობას საერთო ისტორიის, მეხსიერებისა და ღირებულებების გარშემო გააერთიანებს.